Ერთდებით მართლაც შესანიშნავი გარემოდან, ვისაც გიყვართ მცენარეები, ოთახის ყვავილები, ეხლა გაზაფხული არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და ამიტომ აუცილებელია რომ გაითვალისწინოთ კარგი რჩევები. როდის უნდა გადავრგოთ ოთახის მცენარეები და ყვავილები, როგორ უნდა მოვრწყათ და როგორ უნდა გავაცოცხლოთ ზამთარში უკვე ასე ვთქვათ, თუ ფოთლები აქვს ან დაცვენილი, ან დასუსტებული, ამაზე უფრო უკეთესად ჩემი რესპონდენტი ანი არველაძე გვესაუბრება, ანემონის დამფუძნებელი, ანი დილამშვიდობის, რატომ ითვლება გაზაფხული მნიშვნელოვან პერიოდად ოთახის მცენარეების მოვლისთვის. დილამშვიდობის ლიკა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ყველას გილოცავთ გაზაფხულის დადგომას. გაზაფხული ნამდვილად ისევე როგორც ჩვენთვის მცენარეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ეწყებათ აქტიური ვეგეტაციის პერიოდი, რაც მოიაზრებს იმას, რომ ამ პერიოდში მებაღეებიც და არა მხოლოდ მებაღეებიც, მცენარეების მოყვარულებიც ყველა აქტიურად ფუსფუსებენ. გადარგვა არის ერთ-ერთი აქტიური პროცესი, რაც ახლა ხდება. ასევე სასუქის მიცემა ზოგადად ზამთრიდან გამოღვიძება მცენარის და ყველა ის განახლებადი პროცესი უტარდება მცენარეს, რაც გაზაფხულს მოსწევს სასწაულ პერიოდს. აი თქვენ ახსენეთ გადარგვა. როგორ უნდა მივხვდე რომ უკვე გადასარგავია და სჭირდება გადარგვა? ძალიან კარგი კითხვა, ეს არც ისე მარტივად ვიგებთ ამ ყველაფერს. ერთი რომ ჩემი რჩევა იქნება რომ მუდმივად ჩვენ მცენარეებს ვეკონტაქტოთ და ყოველთვის გვეუბნებიან თუ რაიმე უჭირთ, მათ შორის გადარგვაც თუ ძალიან დიდხანს ყავს მცენარე ერთსა და იმავე ნიადაგში და ხშირად ეს გვეპარება ხოლმე, უნდა ვიცოდეთ რომ ნიადაგსაც თავისი ლიმიტი აქვს, ასე ვთქვათ, იფიტება გარკვეული პერიოდის შემდგომ და შემდგომ უკვე მნიშვნელოვანია რომ გადავრგოთ და განვაახლოთ მცენარეების ნიადაგი და აი კონკრეტულად ეს რა მცენარეა? ეს გახლავთ ფიკუსი ლირატა, რომელიც ძალიან საინტერესო მცენარეა და გადარგვას რო დაუბრუნდეთ ისევ, ასევე როდესაც ტორფში ყავს მცენარეები, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტორფსაც თავისი გარკვეული პერიოდი აქვს და შემდგომ უფრო იფიტება და უნდა გადავრგოთ და ასევე ხშირ შემთხვევაში ვიზუალურადაც გვეუბნება მცენარე, ქოთნის ძირიდან გამოდის ფესვები და ამითაც გვაგზნობინებს, რომ არის გადასარგველი. თუმცა აქვე დავამატებ, რომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მცენარის სახეობა და მისი ფესვთა სისტემა, როდესაც ვეხებით გადარგვას. ანი ძალიან აქტუალურია ეს შეკითხვა, რომ როგორ მოვრწყა? ანუ ბევრი წყალი სჭირდება, რამდენად ხშირად ყოველდღე თუ ასე შემდეგ. თქვენ ალბათ უფრო უკეთესად გვეტყვით ამას. კი, ნამდვილად ესეც ძალიან აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, როგორ უნდა მოვრწყოთ ჩვენი მცენარეები სწორად. ერთი რომ ესეთი ოქროს წესი მაქვს ხოლმე, რასაც ყველას ვურჩევ, რომ ხელით შევეხოთ ნიადაგს, ნუ შეგვაშინდება საკმაოდ ისეთი სასიამოვნო პროცესი არის. ძირითად შემთხვევაში, აქაც რა თქმა უნდა მცენარის სახეობას ვითვალისწინებთ, თუმცა ძირითად შემთხვევაში რამდენიმე სანტიმეტრზე როცა იქნება ნიადაგი გამომშრალი, კარგად მშრალი, მაშინ ვწყავთ. და ესეც უნდა გავითვალისწინოთ ლიკა სტრუქტურულად მცენარეები, რომლებსაც აქვთ სქელი ღეროები, მაგალითად ჩვენი ფიკუსი ელასტიკა, ნახეთ, აი საკმაოდ ისეთი სქელი ფოთოლი აქვს, ღეროც ძალიან სქელია, ასევე დრაცენასაც ესეთი სქელღეროიან მცენარეებს, ყველას აქვს იმის უნარი, რომ თავისი რესურსი წყალი დაიგროვოს. შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავს მცენარეებს ხშირად მორწყვა არ უყვარს და ნიადაგი მიყვავს გამოშრობამდე. ასევე უნდა განვასხვაოთ ორი რამ, ესეც ხშირად გვეშლება ხოლმე, არსებობს ესეთი ძალიან კარგი რამ, სანამი, რომლითაც მცენარეს და განსაკუთრებით ტროპიკულ მცენარეებს, ამ შემთხვევაში მონსტერას საკმაოდ უყვარს დატენიანება. აი ეს პროცესი გახლავთ დატენიანება და არა მორწყვა. ეს ორი ამბავი სრულიად სხვადასხვა რამ არის. დატენიანებით ფოთლიდან ვუქნით ტენს, ასევე მონსტერას აქვს საჰაერო ფესვები და იქიდანაც შეუძლია რომ ტენი აიღოს და ხოლო წყალს ვიყენებთ ნიადაგზე და აქვე გირჩევთ რომ გამოვიყენოთ ნადგამი წყალი, ჩვენთან საკმაოდ ქლორიანი წყალი მოდის, რაც მცენარეებს დიდად არ უყვართ, ასე რომ ესეც გავითვალისწინოთ. ანი მე მაინტერესებს ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ სასუქის გამოყენება. ყველა მცენარის შემთხვევაში ვიყენებთ და გაზაფხულზე აი რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ? მადლობა ლიკა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად სასუქებს გავურბივართ ხოლმე და ხშირად როდესაც მეც მომხმარებელს ვეკონტაქტები, ამ კითხვამდე რომ მივდივარ, ცოტა ისე დარწმუნებით მეუბნება ყველა რომ აი სასუქი საერთოდ არ ვიცი რა არის, რატო არის საჭირო და არასდროს არ გამომიყენებია. არ შეუშინდეთ, ძალიან მარტივი პროცესია, ძირითად შემთხვევაში თხევად მდგომარეობაში გვხდება, იხსნება წყალში და როგორც წყლით მორწყავდით თქვენ მცენარეს, ასე რწყავთ სასუქით და ძირითად შემთხვევაში ყველა სასუქს აქვს რეკომენდაცია 2 კვირაში ერთხელ ვიყენებთ და ისევე როგორც აი ესე ტენს ვატენიანებთ ფოთლიდან, ასევე ნიადაგზეც ვაძლევთ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი და არ შეუშინეთ სასუქებს, ჩემი თხოვნა და რჩევა იქნება. ანი მე მაინტერესებს ყვავილების შემთხვევაში, რომელი არის ყველაზე მარტივად მოსავლელი, აი ვინც მაგალითად ეხლა იწყებს შეგროვებას, რომლით შეიძლება დაიწყოს? ნამდვილად, ვინც ახლა იწყებს სცენარებთან მეგობრობას, ვურჩევდი, რომ თავიდან
თავიდან შედარებით მარტივად მოსავლელი მცენარე შეარჩიოს, რადგან მე ეს გულისწყენ არ გქონდეს რომ მცენარე მალე დაგვიზიანდა და როგორც წეგან ვახსენე, ალბათ უფრო ამ ხრივ შევარჩიოთ, რომ ნაკლებად მორწყვა რომ მცენარეებსაც უყვარს და ესეთი სქელი ღერო და ფოთლები აქვთ, მაგალითად ფიკუსი, დრაცენა ძალიან კარგი მცენარეები გახავთ იმისთვის, რომ დავიწყოთ მცენარეებთან მეგობრობა და ძალიან მნიშვნელოვანი არის განათება. თავიდანვე გავითვალისწინოთ, სად გსურს ჩვენი მცენარე რომ მოვათავსოთ, რადგან ძალიან მრავალფეროვანი სფეროა. არსებობენ მცენარეები, რომლებიც ნახევრად ჩრდილს უძლებენ, რომლებსაც შედარებით მეტი სინათლე უყვართ და თავიდან სახში სარა მივაბრძანებთ, ვიცოდეთ, სად გსურს განვათავსოთ ჩვენი მცენარე და ამის მიხედვითაც შევარჩიოთ. მე ხო ხედავ ორქიდეებს. რამდენად მარტივი მოსავლელია და ყველაზე ისეთი რჩევა რა არის მოვლისას რომ უნდა გავითვალისწინოთ. კი ბატონო, ორქიდეებსაც რატომღაც ყოველთვის ვუფრთხით და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზია და ვფიქრობ, რომ მართლა ერთი ნახვით შეიძლება ეს სცენარი შეგვიყვარდეს და თან არსებობს ძალიან მრავალფეროვანი სახეობა ამ ორქიდეების, ერთგვარი მითიც არის, რომ აი ორქიდეა აუცილებლად უნდა მოგვიკვდეს. თუმცა არ არის ფიქრობ ამ სცენარესთან მეგობრობა რთული, რადგან ნახეთ თავად სცენარის ფესვი გვეუბნება, როდის არის მოსარწყავი. ორქიდეა ყოველთვის შეგვხვდებათ ესეთ გამჭვირვალე ქოთანში და აქ არ ყრია ნიადაგი, ეს გახლავთ ორქიდეის სუბსტრატი და ზოგადად ეს მცენარე იზრდება ტროპიკულ გარემოში, ხეზე ცხოვრობს და ხით საზრდოობს და ამიტომ ნახეთ ორქიდეის სუბსტრატი ქვია, მას ესეთი ხის ნაფოტები გვაქვს და ნახეთ თავად ფესვი გვეუბნება, რომ აი ახლა მაგალითად თუ დავაკვირდებით, აი ვახოს თხოვრო კარგად გაჩვენოთ, აქ არის ჩვენი ფესვთა სისტემა უკვე საკმაოდ გათეთრებული, რაც ნიშნავს, აი ნახეთ, აქ შედარებით მწვანეა და სულ ცოტა ხანში ესეც გათეთრდება. თეთრი ფესვი გვეუბნება იმას, რომ ორქიდეას წყურია წყალი და ძალიან მარტივია მისი მორწყვის მეთოდი. ავიღებთ ქოთანს ან რაიმე ჭურჭელს, ჩავასხავთ წყალს. აი აქ ჩვენი ქოთანი არის გახვრეტილი, ნადგამ წყალში ჩავსვათ, 20 წუთი გავაჩერებთ და 20 წუთის შემდგომ ნახავთ, რომ ფესვები არის მწვანე. შემდგომი მორწყვას უნდა გავითვალისწინოთ, მაშინ როცა ეს ფესვი გახდება ისევ ესეთი თეთრი. და ასევე ჩვენს ორქიდეასაც მოსწონს ესე ფესვების დანამოა და ტენის შექმნა. დიდი მადლობა.იანი მცენარე გახლავთ ორქიდეა. დიდი მადლობა. ანი, ძალიან საინტერესო რჩევები მივიღეთ, მე მგონი, მეც პირადად და მაყურებელმაც. თქვენ კი გეტყვით, რომ ვისაც გიყვართ ოთახის მცენარეები და ყვავილები, მთავარია იცოდეთ სწორად მოვა და ეს რჩევები გაითვალისწინოთ და შემდეგ უკვე ყველაფერი გაგიმარტივდებათ. ჩვენ დავამშვიდობებით მაყურებელს, მზიან, ბედნიერ და ენერგიულ დღეს გისურვებთ.